ავაფეთქებ ამ პლატფორმას გარანტირებულად გეუბნებით. თქვენ უბრალოდ ჩაუჯექით, მიყევით ამ ვიდეოს, დანარჩენი ბოლოში განვიხილოთ მეგობრებო. გარანტირებულად გეუბნებით. მოგიგროვეთ და აგიწყეთ ვიდეო კოლაჟი, რომელიც თქვენ ცნობის მოყვარეობას აუცილებლად დააკმაყოფილებს და ჩაუჯექით და გავცხეთ. ტელევიზორი რუბინი, ვისაც გაქვთ, გაგიმართლათ. მანს გადააგდეთ იმათ მაგრად გაგიტყდებათ. ასევე რუბინი. ასევე ძველი შავ-თეთრი ტელევიზორი, ოქროთი გაძეცგილი. რადიოლა მიმღები მე ესეთი პირადად მინახავს, ოქროთი გაძეცგილი. ასეთიც გვედგა სახში და მამაჩემმა გადააგდო ოქროთი გაძეცგილი სქემები. ასევე რადიოლა ოქროთი გაძეცგილი. პატარა, მაგრამ ოქროთი გაძეცგილი სქემებით, ბაბინიანი რადიოლა ასევე ოქროთი გაძეცგილი სქემებით. ეს არის დეფრილატორი თუ რაღაცა ეგეთი, ხომ ხედავთ რაც არის, ძალიან დიდი რაოდენობით ოქრო იყო, ეს არის გამაძლიერებელი საბჭოური. გადავედით პლატებზე, რომელზეც კატ-15-ის ისინი არის, ტრანზისტორები და რაღაცეები და გაძეცგილია სულ ოქროებით. აი ეს პლატები, რაც არის, ტარაკნები, აი ეს პატარ-პატარა რაღაცეები, რასაც ხედავთ, ეს უკვე ლამელებია. გაძეცგილი ოქროობით. აი ეს არის ჩემი უსაყვარლესი ტარაკანი ზედაწერია, რაც არის. გვერდზე გამოსახული ოქროთი, აქეთკენ, ისეთი ოქრო. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება, ეს შეგხვდათ მდიდარი ხარ. ლამპები, რომლებიც გაძეცგილია ასევე ოქროთი. პირადად აი ესეთი ლამპა მე მაქვს ნანახი, ჩემახლებასაც დავაშლევინე ტელევიზორი და ამოვიღეთ. ასევე აი ესენი უნდა გატეხოთ, მოკვნიტოთ და რა თქმა უნდა შეგნით არის ასევე ბევრი რაოდენობით ოქროები. კონდენსატორი, ტრანზისტორი. აწერია ზედ ყველას მიაყოლეთ თვითონ თვალი. ასევე ტრანზისტორი K305D, ხო? ტრანზისტორი KT704 რაღაცა B. ასევე ტრანზისტორი რაღაცა ვერ წავიკითხე, ვერ მოასწარი, თქვენ მე დააპაუზეთ, ამას ზედვე თვითონვე აწერია რაც არის და ჩემი უსაყვარლესი გემრიელი ლუკმა. წილად მხვდა ბედნიერება ამასთან მუშაობა, ელექტროგამომთვლელი, იოლკა, ანუ ნაძვისხე, ოქროს საბადო. ჭურჭელზე გადავედით. აბა ეს ვის ქონდა და ვის გადაყარეთ, ნანობთ. აქ ცოტა შევიცვენოთ, თორე დორბელი გამივიდა და პირი გამომიშრა ამდენი ლაპარაკით და ელე გავაგზავნეთ. მანამდე უყურეთ როგორ დნება მინა. პრინციპში თქვენ ამას ვერ დაინახავდით, რაც მას მოუვიდა. განვაგრძელეთ. აბა წამოვიდა სერვისები, რომელიც ყველას ჰქონდა და არავინ არ ხმარობდა და საკრალური დანიშნულებისთვის იყო. თვითონაც ავრისოდით რატო ჰქონდა. აი ეს ჩაიჭიქები მე პირადად კარგად მაგრად მახსოვს. ახსოვს ეს არყის ჭიქებიც მოოქროვილი და ზემოდან თურმე რა მაგრად და რამდენი თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ. ეს საჩაიებიც მახსოვს, საჩაიე ქვია, ხო, ალბათ სწორად ვამბობ და ყველაზე აქტუალური. აი ეს ფიუჟერები, ყველას ჰქონდა აბსოლუტურად. მოოქროვილი იყო ბატონები, მოოქროვილი. ასეთი ყავის ჭიქებიც მე პირადად ნახე მაქვს და მოოქროვილი იყო და დამტვროულიც მაქვს, ერთ-ერთ ჩემ ვიდეოში ნახავდით. ასევე ჩაის ჭიქა მოოქროვილი, აი ეს გარანტირებულად ყველას ოჯახში იყო და ასევე მოოქროვილი და წამოვიდა ოქროს კოზები. ყველას ჰქონდათ ასეთი კოზები სახში, მაგრამ იცოდით რომ მოოქროვილი იყო, იმიტომ რომ მოცითალო ფერის იყო და გავდა სპილენს ან ლატუნს. ასევე მოოქროვილი კოზები. ასევე კოზები, რომლებიც ყოველთვის ხუთში ეწყო და არასდროს არ მოალაგებდნენ ხოლმე ჩვენი დედები და ბებიები, მაგრამ მაინც ჰქონდათ. მომინანქრებული დაბოლოებით კოზები, ასევე მოოქროვილი. ასევე მომინანქრები დაბოლოებული და აი ეს ძირში მინაქრით ერთ სიტყვით რა, კოზები. ჭაღები მეგობრებო, უბრალოდ ჭაღები. თურმე რა დიდი რაოდენობით ოქროს ესვა ზედ და რას წარმოედგენი დეიდაჩიმ ჟუჟუნას ხუხულა სახში, ზუსტად ამნაირ ჭაღზე თუ ოქრო ესვა. ასევე ასეთი ჭაღები გინახავთ ზედ, ოქროთი იყო გაძეცგილი თურმე და ასევე აი ეს ჭაღები დარწმუნებულად ყველას ჰქონდა და ალბათ ან გადააგდეთ ან ბავშვებს დაამტვრევინეთ შპალერი. მე ასეთი შპალერი ჩამოფხრეწე ერთ-ერთ დაანგრევად სახში და ბურთულები გავაკეთე ნანახიობთ ეგ ვიდეო. ეს ფუფუნება შპალერია. აი ეს შპალერი ვინმეს წარმოგედგინათ რომ ოქროს ზაფებს შეიცავდა. არასდროს. წამოვიდა ახლა ჩვენი ტკივილი, მედლები. რამდენმა გავაყოლოთ ჩვენ პაპებს, ბებიებს, ბაბუებს იმ ქვეყნად, რა თუნდაც იმ ქვეყნად. დამსახურებული დედა, სუფთა ოქრო, 999 სინჯით. ასევე მოოქროვილი, ეს მთლად ოქრო არ არის, ეს მოოქროვილია. თუმცა აი ეს სუმთლად მოოქროვილი, თუ ვაცდები რაღაცა ჩემპიონია რაღაც ხტომებში ტრამპლინზე. ყინულით.
Первый полет 999 სენჯის ოქრო. მინახავთ ასეთი? მე მინახავს ფშალხიძე. ვარსკვლავი, სამკერდე ნიშანი, ასევე მოოქროვილი, თუმცა სუნთელად ოქრო არა. ასევე აი ეს გვერდზე რო ჯარისკაცია, სუნთელად ოქროა ზოგ შემთხვევაში, ზოგჯერ მოოქროვილი, მაგრამ ის სუნთელად ოქროა. მოოქროვილი მინაქარი ეს უძვირფასესი არის. საათები ჩვენ პაპებს და ბაბუებს რო ეკეთა და როგორ გონდა რაღაცა პალიოტი ჯარტსაათიო, სუნთელად მოოქროვილი. ასეთებიც რამდენი გვინახავს მიგდებული უჯერაში, სუნთელად მოოქროვილი ბებიების უგემოვნო რაღაცა რა არის ეს რაღაცა მოწითალო. მოწითალო იმიტომ რომ ბევრ სპილენს შეიცავს და იმიტომ არის მოწითალო ფერის, მაგრამ ოქრო პასტები, ჩემი ტკივილი როგორ მიყვარს პასტები. მე ჩემი პასტების კოლექციას განახეთ. აი უბრალოდ ეს უკვე კალამია, ამასში მელანი რო ესხმოდა. გაჩვენდათ მე როგორ გამოიყენებოდა. პეროვებს ვეძახდით ჩვენ ამას, ქართულად არ ვიცი რა ქვია. მოოქროვილები ხალხი, მოოქროვილები. ასეთი შიკარნიც მინახავს, თუმცა ეს ცოტა უფრო თანამედროვე ვარიანტია და ჩემი ტკივილი, რომელიც არ მინახავს არასდროს. ოქროს უნიტაზი და კულმინაცია. ტან. ოქროს ჩეჩმა, მეგობრებო, აბა, წარმოვიდგენდით? ოქროს ჩეჩმებიც კი არსებობს. ამაზე სრულყოფილ ინფორმაციას ვერასდროს ვერავინ ვერ მოგაწყვეტ, მეგობრებო და ვიცი ზოგი ახლა მლანძღაოთ, ზოგი ბედნიერი ხართ, ზოგი დამწუხრდით, ვაი ეს როგორ გავაკეთე, როგორ გადავხარებოდება, როგორ არ მივაქციო. ზოგი გახარებული ხართ, ზოგი დამწუხრებული ხართ, ზოგი მლანძღაოთ, ზოგი გადავბედნიერეთ. მაგრამ ეს არის აი ყველაფერი რაც შემიძლია გამოკეთებინა იმისთვის რომ თქვენ გქონოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ოქროზე, მოოქროვებაზე. Enough. Finish.